გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გავაკეთოთ ესეთი საჯარო გაშლა, რა უნდა გავუშვათ, რომ დაიწყოს ახალი. რა არის ესეთი რისი გაშვებაც უნდა მოხდეს. რისი გაშვებაც უნდა გავაკეთოთ და რა უნდა დაიწყოს ახალი. ნახოთ აბა რა არის ის, რაც უნდა დაიწყოს სიახლე. ნახოთ აბა რას გვეუბნება ტარო. ხო, ესე იგი რა ხდება? ანუ ეტყობა თქვენს ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც არის ძალიან დიდი იმედგაცრუება და დიდი წყენა, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. მოდი აქედან დავიწყოთ, რომ ეს ემოციური მდგომარეობა მდგომარეობას იმდენად ჩათრეული ვყავართ, რომ გვიჭირს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, იმიტომ რომ ეს იმდენად ზაფრავს ეს მდგომარეობა ადამიანს, რომ ძნელად ხდება მისი მოშუშება, მისგან გათავისუფლება, ესე ვთქვათ. და იმდენად მოქმედებს ეს ყველაფერზე, თუნდაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე, ყველაფერზე იმდენად მოქმედებს, რომ ცდილობთ, რომ ეს იპოვოთ რაღაცა ბალანსი, მაგრამ ესე ჯერჯერობით არ გამოდის. თავარი არის ამ შემთხვევაში, რომ ეს წონასწორობა დაიცვათ, რასაც ქვია ემოცია და გონება შორის ისეთი კავშირი, რომ მართოთ ის ემოციები, რაც გაქვთ და ეს რაც უნდა მოვიშოროთ, რა გრძნობაც უნდა წავწიოთ წინ, ეს არის უფრო მეტი ფიქრი სხვა რამეზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება. არის ფიქრი იმაზე, რომ რაღაც არჩევანი გავაკეთოთ, სწორი გზა ავირჩიოთ და ამ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება. შეიძლება რაღაცა სამართლებრივი მდგომარეობა გქონდეთ, რომელსაც გინდათ, რომ თავი დაადგათ, მაგრამ მაინც და მაინც ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. უფრო ეცადეთ, რომ თქვენი რაც გაქვთ გულში, ეს გაიტანოთ. ეს იმდენად ესეთი ადვილი არ არის, რა თქმა უნდა, და ამას შეიძლება დასჭირდეს ბევრი მუშაობა, თუნდაც საკუთარ თავზე, მაგრამ ეცადეთ, რომ ყველანაირად ეცადეთ, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ეს უნდა გაუშვათ თქვენი წუხარება, დარდი და უნდა გაუშვათ ის ცუდი მდგომარეობა, რაც ეხლა გაქვთ. რაღაცნაირად ხართ ჩაკეტილ მდგომარეობაში, რომ თანაგრძნობასაც ძალიან იშვიათად თუ ვინმეს აძლევთ იმის უფლებას, რომ გითანაგრძნოთ. იმიტომ რომ თქვენ თვითონ მარტო ცდილობთ იმას, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ უფრო უნდა იაქტიუროთ, უფრო უნდა დაიჭროთ ბალანსი თქვენს გონებასა და ემოციურ გრძნობებს შორის. და ახალი, რაც უნდა წამოვიდეს, რაც უნდა შემოუშვათ, რა თქმა უნდა, ეს არის უფრო მეტი სიხალისე თქვენს ცხოვრებაში. უბრალოდ ერთხელ შეგიძლიათ ადგეთ და საკუთარ თავს უთხრათ, რომ ეს გამოგივათ, ეს შეგიძლიათ და ეს რაც არის არჩევანი, აქაც იყო არჩევანი, რაც გაქვთ არჩევანი, რა თქმა უნდა,
უნდა გახვიდეთ ფონს. ეს იცით როგორი რაღაც არის. თქვენ ამაში ოჯახი ძალიან დაგეხმარებათ. უბრალოდ თავარი არის რომ თქვენ ეს უბრალოდ ხელი გაუწოდოთ, რომ ჭირდებათ დახმარება, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან, გვერდში ამოგიდგებიან და ეს თქვენი სასწარკვეთა სადღაც გაქრება. ის სიხალის შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც უნდა გქონდეთ. ეს შეიძლება ყველა მხრივ მივუდგეთ ამ მდგომარეობას, მაგრამ თავარი არის თქვენს ცხოვრებაში რა ახალი რაც უნდა შემოვიდეს, ერთადერთი ის, რომ საკუთარ თავს თქვენ მისცეთ იმის უფლება, რომ უფრო აი ჩაკეტილი რაც გაქვთ, უფრო აი თავისუფლებისკენ წავიდეს ეს გრძნობები, მისცეთ სხვა ადამიანებს იმისი საშუალება, რომ დაგეხმარონ, გვერდში ამოგიდგნენ და გააკეთონ ის, რასაც თქვენ შეიძლება მარტო ვერ ახერხებთ. ამ შემთხვევაში ერთადერთი რაც თქვენ ეხლა კიდევ უნდა გააკეთოთ არის ის, რომ აი ნახეთ, უფრო ეცადოთ, რომ სამეგობრო წრეში უფრო მეტი დრო გაატაროთ, უფრო გაერთოთ, მისცეთ საკუთარ თავს იმისი საშუალება, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მიეცეთ საკუთარ თავს იმისი უფლება, რომ აი სასოწარკვეთა რაც გაქვთ, რასაც განიცდით, ეს ყველაფერი უკან მოიტოვოთ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ, ჩემო მეგობრებო, ეს იყო დღევანდელი საჯარო გაშლა. ეს არის ჩვენი არხი ტაროს დრო, გამოგვიწერეთ დროებით.